მესტიაში ქორწინების სახლის მშენებლობა იწყება. პროექტმა საერთაშორისო ყურადღება მშენებლობის დაწყებამდეც მიიპყრო. ახალი სივრცე თანამედროვე არქიტექტურას და სვანეთის ტრადიციულ ელემენტებს აერთიანებს. მარიამ ჯამასპიშვილის რეპორტაჟი. ახალი სივრცე, რომელიც თანამედროვე არქიტექტურასა და სვანეთის ტრადიციულ ელემენტებს აერთიანებს. მესტიაში ქორწინების სახლის მშენებლობა იწყება. რევაზ მარგიანის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტი სრულად ერწყმის სვანეთის უნიკალურ ბუნებრივ გარემოს და მიზნად ისახავს როგორც ახალი სერვისის შექმნას, ასევე მესტიის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას. საინტერესო ინიციატივაა და ულამაზეს ხედზე შენდება, რაც კიდევ უფრო დიდ მიზიდულობას გამოიწვევს. გვინდოდა რაღაც ისეთი სახასიათო ფორმა მიგვეცა, რომ ყოფილიყო თან თანამედროვე და თანაც დაგვერღვია სვანეთის ლანდშაფტის და კულტურული ავთენტურობის იდეა. ძალიან მოხარულები ვართ ჩვენ ამისა, იმიტომ სჭირდებოდა ჩვენ მუნიციპალიტეტს კიდე ახალი სიცოცხლე. პროექტი, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე მიიპყრო, სრულად პასუხობს რეგიონული განვითარების სტრატეგიის მიზნებს. პროექტმა ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე საერთაშორისო პროფესიულ წრეებში აღიარება მოიპოვა და გაიმარჯვა მსოფლიოში საკმაოდ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ორ კონკურსზე იაპონიასა და იტალიაში. უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლი წარადგენს ქორწინების ჯავშნის პროდუქტს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი როგორც ქორწინების სახლების, ისე ქორწინების სივრცეების დაჯავშნა. მშენებლობის დასრულების შემდეგ წყვილებს დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე დეკორაციის ქორწინების სახლი მოემსახურება. ხარისხიანი საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა მთავრობისთვის პრიორიტეტია, მათი განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც სტუმარმასპინძელი და მაღალი ხარისხის საჯარო მომსახურებაზე ორიენტირებული ქვეყნის პოზიციის გაძლიერებას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რითაც სახელმწიფო კიდევ უფრო უახლოვდება თავის მოსახლეობას რეგიონებში. ამ დროისთვის საქართველოში 6 ქორწინების სახლი და 29 ქორწინების სივრცე ფუნქციონირებს. იუსტიციის სახლი აქტიურად განაგრძობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურის განახლებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.